დილა მშვიდობისა, შუადღე მშვიდობისა და საღამო მშვიდობისა იმის მიხედვით თუ პლანეტის რომელი წერტილიდან გვიყურებთ, ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უეჭველი ქართველია. მე ალექსი მეგრელიშვილი ვარ, პროექტის კადრებზე ზრუნავს ოპერატორი ნიკა ბერძენიშვილი. მანამ სანამ დღევანდელ სტუმარს გაგაცნობთ, ტრადიციულად მინდა შეგახსენოთ, რომ გთხოვთ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, მათ შორის მოგძებნეთ YouTube-ზე, სადაც შეგიძლიათ რომ ამ გადაცემის სრული ვერსიები ნახოთ. ისევე როგორც ყველა სხვა გადაცემაში, დღესაც რა თქმა უნდა, ჩემი სტუმარი არის ქართველი. ეს გადაცემა ხომ სწორედ იმას ემსახურება, რომ კვირაში ერთხელ გაგაცნოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტები. შესაბამისად, ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარიც არის ქართველი ჟორა კეისარი. გამარჯობა ჟორა. ოფიციალურად ჟორა კეისარი არ არსებობს, ეს ფსევდონიმი არის. კეისარს ცოტა ესეთი შტერობა, მაგრამ ჩემი უმორის შესაბამისი შტერობა ახსნა აქვს ერთ-ერთ სამსახურში, უყურებთ თანამშრომლებს, რომ საკეისრო კვეთას საკეისრო დაერქვა იმიტომ, რომ იულიუს კეისარი გაჩნდა მაგ პროცესის შედეგად. და ეგ ისტორია მოუყოლე იმას, რომ მანამდე ვთქვი, რომ საკეისროთი ვარ გაჩენილი თქვა და თანამშრომლმა უი აბა შეც კეისარი გამოდიხარო. მანამდე ვიყავი ჟორა გაგუა და ჟორა კეისარი საკმარისად ბოდიში ბარბარიზმისთვის თრეშად ჟღერს, რომ ავითვისო თქვა და ავითვისე და ჟორა კეისარი ვარ უკვე წლებია. ბევრმა ჩემმა ახლო მეგობარმაც არის ის რეალური სახელი. შენ ხარ სტენდაპერი, ქართულად რომ თქვათ, ინგლისურად ეს გამოდის უკვე დიდი ხანია, წლების განმავლობაში საქართველოშიც და აქაც ნიუ-იორკში, სხვადასხვა სცენებზე ადამიანებს აცინებ და ასე ვთქვათ, შენს ინდივიდუალურ იუმორს სთავაზობ მათ და მოდი ამაზე მოგვიყევი. თუ საერთოდ აქედან გინდა დავიწყოთ, მოდი იცი როგორ კითხავ, ანუ რა ჟანრის რა ტიპის ინტერვიუ გინდა რომ გამოვიდეს? აი რა გინდა რომ დღევანდელი ინტერვიუს მთავარი ხასიათი იყოს? აჯაფსანდალი. კი ბატონო. ეხლა გიხსნე რატო გიპასუხე ეგრე. მე მაქვს ძალიან არეული გონება იმ ხრივ რომ ამას სტუდაადეს ხვანერები რომ თქო მთელი ცხოვრება რომ მეგონა მქონდა თუმე ADHD მქონია. ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიულობის რაღაცა დისორდერი. სკოლაში შენი მშობლები დარწმუნებული ვარ მასწავლებლისგან იღებდნენ ხოლმე მშობელთა კრებაზე. შენიშვნას რომ გონება გაფანტული ბავშვი არისო, ხო? ნიჭიერი მაგრამ ზარმაცებიდან პირველი ვიყავი ისი მშობლებიც სკოლაში იყვნენ. ხო და მოკლედ მაგიტომ მინდა რომ ცოტა არეული იყოს, იმიტომ რომ ბევრჯერ შეიძლება გადავხტე თემიდან თემაზე. და უფრო კომფორტულად ვიქნები თუ მაგაში წამომყვე. კაი, თუ ან თუ ძალიან გადახტე, უკან გადმოგახტუნებ. ეგეც მოქმედებს შოთაშორის დადებითად. კარგი. იცი რა სიმართლე გითხრათ, რაღაცნაირად ძალიან მეზარება დღევანდელი ინტერვიუ, არ ვიცი, რაღაცნაირი მოდუნებული დღე არის და მზიანი და რომ უნდა გეძინოს თუ რაღაც და მინდა რომ აი შენ ამოქოქო დღევანდელი ინტერვიუ. თუ გინდა წაიყვანე, გინდა რაღაც. შოთაშორის არ ვიცი რატომ, მაგრამ კითხვები გაგიმზადე. დილა მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა და შუადღე მშვიდობისა, უბრალოდ მშვიდობისა მათთვის, ვინც არქტიკიდან გვიყურებთ, იმიტომ რომ ეგ სუდღეა. ჩემი დღევანდელი სტუმარი. კითხვები მართლა არ მომიზადებია, თორე გავაგრძელებდი, არა მაქვს პრობლემა. მოდი ერთი კითხვა დამისვი, გინდა აი prvელი გადაცემა გახსენე შენ. სად გინდა დაბერდე? აქ თუ საქართველოში? საქართველოში. დაფიქრების გარეშე. გააგრძელებ თუ გავაგრძელო? არ გააგრძელე. გავაგრძელე. კარგი. მოდი ამ პერფორმანსებით დავიწყოთ მაშინ. აი საქმიანობა გითხარი, სად გამოდიხარ სცენებზე და შენი ქართული იუმორით, ან იქნებ სულაც არ არის ეს ქართული, როგორ ახერხებ რომ ამერიკელები გააცინო? Hey guys, how is your evening going? Stand-up თავარი მუღამი ეგ არის, რომ სულ რო სასაცილო არ იყოს, თუ აუდიტორიას აგრძნობინე, რომ რასაც შენ ლაპარაკობ და ყვები იმის ნაწილი არის, მაინც გაეცინება და მაინც სულ რო ფიზიკურად სიცილი არ გამოიწვიო, კმაყოფილი დარჩება ბოლოს, რა. ექსპრომტად ხდება ეს ხუმრობა თუ წინასწარ რაღაც დაწერილია? ანდემი არის. ბევრჯერ არის ხოლმე ისე რომ ძალიან მაგარი ხუმრობა არის, ბევრჯერ დატესტილი და იმ მომენტში იმ აუდიტორიასთან არ წაიღო, ასე ვთქვათ. და ის მოგიწევს იმ მომენტში რომ გადააკეთო ან გადაასხვანაირო ისე რომ იმ კონკრეტულ აუდიტორიას მოგოს. ეგ არის იმპროვიზაციის ნაწილი და არის კიდე crowd working-ი ქვია, ანუ ხალხთან მუშაობა, როცა ხუმრობებს შორის შედიხარ ინტერაქციაში ხალხთან და პასუხების მიხედვით ახალ ხუმრობას. და იმ წუთას იფიქრებ, აი რაღაც შეიძლება გითხრანო პირველ პაემანზე ვართ და აი მაგაზე მოუფიქრო იმ წუთას რაღაც ან ნებისმიერი რამე. და რას ატყობ შენ ხუმრობებზე ეცინება თუ ქონია მომენტები, როდესაც მიხვდი რომ ძალიან
ბანძობები იხუმრე და უხერხული სიტუაცია რო შეიქმნა. ბევრჯერ დატესტილი ხუმრობები და წარმატებული ხუმრობები აქ ზოგიერთი არ გამოდგა, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩემი დის სახელზე, რომელსაც მედია ქვია, მქონდა მითოლოგიასთან კავშირში ხუმრობა და ჭრიჭინაც უარ ჭრიჭინებდა, სრული სიჩუმე რო იყო, მე ორგანიზატორმა მითხრა რომ მე კი მივხვდიო, მაგრამ ჩვენო ეგეთ ხუმრობებზე არ გვეცინებაო. ხო, მარტივები უნდა იყოს ალბათ ცოტა მარტივი ხუმრობები. აი ცოტა ისე უტრირებულად რო ვთქვა, აქ უნდა იღადაო ემაზე school shooting-ზე, პედოფილ პადრეებზე და რაღაცა, ანუ ეგ ახლა ცოტა ისეთი უტრირებული მაგალითი იყო, მაგრამ აი რაღაცა სტერეოტიპულ რაღაცებზე უნდა იღადაო რა და აქაური ხუმრობები უფრო ბინძურია ისე ვიდრე ქართული თუ არა? ქართულში კონკრეტულად რომელ მხარეს სიტყვი მაგის მიხედვით? ანუ კახური იუმორი არის საუკეთესო, ვერც ერთი ვერ იქნება ეგეთი კარგი გაგებით ბინძური იუმორი. ისე ორგანულად შეიძლება კახელმა გითხრას ისეთ რამე რაც ხვისგან და შეურაცხყოფად მიიღო, რომ არც შენ გეწყინოს და იმასაც აწყენა და არ უთქვამს და ძალიან კარგი, მაგრამ აი დაუკრეფავში რო გადადის ხუმრობა, ცოტა არ ვიცი, ძალიან აი ეს ამერიკაში უფრო მეტად იგრძნობა აქაური იუმორში თუ ქართულში? ხო, ეგ დაუკრეფავში რო არ გადაგივიდეს, ეგ არის რამდენად იცი შენი საქმე რა. ეხლა პროფესიონალი ვარ თქო, ვერ ვიტყვი აქ მით უმეტეს, იმიტომ რომ იქ რომ მეგონა პროფესიონალი ვიყავი, აქ დამწყებიც არ ყოფილა რა. ანუ იმიტომ რომ ქვეყანა არის დიდი, პოპულაცია არის დიდი და შესაბამისად არის კულტურა არის სხვადასხვანაირი. ანუ ახლა კონკრეტულად ნიუ-იორკში ყველა კულტურა შეგიძლია შეხვდე ქართულის ჩათვლით რა. აი ვერ მოგენატრება ვერც ერთი კულტურა. მაგიტო არიან გეოგრაფიაში დებილები, არ არის ეგ სტერეოტიპი, ძირითადი ნაწილი ამერიკელების გეოგრაფიაში დებილები არიან, იმიტომ რომ არ ჭირდებათ ქვეყნის დატოვება. უდაბნოს ნახვა უნდა და წავა იქეთკენ, რა ქვია, სამხრეთის მხარეს, სიცივე მოუნდება და ჩრდილოეთ წამოვა. ხო და იგივე არის, ანუ დაუკრეფავში თუ ვინმე გადადის, უბრალოდ ვერ გათვალა სწორად ვისთან და რაზე უნდა ეხუმრა. მე ვთვლი და მგონია რომ ბევრი თვლის ეგრე რომ ხუმრობა შეიძლება ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, უბრალოდ სწორ სწორად გიქცეს რა. ანუ სიტყვაზე რაღაცაზე შენ თუ გადაგსვლია აი უზრდელობაში ხუმრობა, რომელიც მიხვდი რომ ეს უკვე აი აღარ გეკადრებოდა, მაგრამ წაგწდა. უზრდელობაში არ მგონია. გულისხმობ stand-up-ის დროს თორე ხა ისე ცხოვრებაში შეიძლება. ისე ცხოვრებაში ბევრჯერ კაცი. ანუ მე ყოველთვის ხუმრობის ხასიათზე ვარ, სულ ძალიან დასტრესელი იყო. ეგ არის ჩემი ასე ვთქვათ ფარი რა. სულ მინდა რომ ვიღადაო, სულ თუ მეღადავება, ვღადავებ, თუ არ მეღადავება, ღადაობას ვიყენებ როგორც ფარს ასე ვთქვათ. და მაგიტომ რეალურ ცხოვრებაში მართლა მქონია ეგეთ სიტუაციები, რომ ცოტა დაუკრეფავში გადავსვლა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩემი საზომით რო ზომავდი, მე რო ყველაფერი შემიძლია იუმორად აღვიქვა, ვიღაცა ვერ აღიქვაოდა და შეურაცხყოფად მივიღება. მოდი გადმოხდეთ ამერიკაში ჩვენ საჯაბსანდალ ინტერვიუში. ემიგრანტულ თემას შევეხოთ. რამდენი ხანი ამერიკაში ხარ? როგორ ჩამოხვედი? რატომ ჩამოხვდი? ამერიკაში ვარ 2 წელზე ცოტა მეტია. ჩამოვედი სამწუხარო ტრადიციული ქართული გზით. მექსიკის გზას გულისხმობ. მექსიკის გზას გულისხმობ. ტრადიციული ქართული. როგორც ვიცი, აწ უკვე აღარ, მაგრამ ხო. და ჩამოვედი ძირითადად ალბათ იმიტომ, რომ შესაძლებლობების ქვეყანას რო ეძახიან მართლა ეგრე არის თუ არა, მაგის შესამოწმებლად ესე ცოტა ისე რო ვთქვათ რა. იმიტომ რომ საქართველოში თუ ისე არ ცხოვრობ და ისე არ ფიქრობ, როგორც სხვას უნდა, ვიწრო მასშტაბებითაც და გლობალური მასშტაბებითაც რაღაცა თუ უფრო შეზღუდული ხარ თუ არ ხარ ხელისუფლების ხარდამჭერი ვიწრო შეხედულებებით ჩემ შემთხვევაში არ იყო ეგრე, მაგრამ ეგეც ძალიან ბევრი მაგალითი ვიძახი რაღაცა ოჯახის აზრი რაც არის, იმ აზრზე უნდა იყოს შენც. დაკვირვებამ რა შედეგი მოგცა ამერიკასთან დაკავშირებით? გაამართლა შენი მოლოდინები თუ არა? მაგ პროცესში ვარ ახლა. ჩემთვის არ არის ჯერ 2 წელი საკმარისი იმისთვის, რომ მაგ კითხვაზე პასუხი მივიღო, მაგრამ პროცესში ვარ იმ ხარეს, რომ თქვა კი. ბევრი ახლო მეგობარი შევიძინე აქ. გასაგებ. უფრო ახლო ვიდრე საქართველოში იყვნენ, ანუ არის ესეთი ხალხი, ვინც საქართველოშიც ვიცოდი
აქაც ვიცი და აქ უფრო კარგად ვიცი. ანუ ესეთი ის დავინახე, არ ვიცი, სხვა ხალხებში როგორ არის, იმათი არც მაინტერესებს, მე ჩემი მაინტერესებს ჩემი მტკივა. ქართველებს ამერიკაში ეხსნებათ ყველანაირი მორალური შეზღუდვა და ავლენენ თავის რეალურ სახეს. თუ რეალურად კარგი ადამიანი იყო და იმდენად ვერ აჩენდა საქართველოში, აქ ჩანს. თუ საქართველოში თამაშობდა კარგ ადამიანს და ცუდი ადამიანი იყო, აქ ეგეც აშკარად ჩანს. ანუ ამერიკას გამოაქვს შენი რეალური პიროვნება სააშკარაოზე. დადებითიც და უარყოფითიც. ისიც ვნახე. იმედგაცრუებებიც მქონია, რომ მეგონა ძალიან მაგარი ხალხი და არ აღმოჩნდა და პირიქითაც რომ ვიცი ხო რა ეს ტიპი და აღმოჩნდა ძალიან მაგარი ხალხი. ალბათ ეხლა არაფრით არ განსხვავდებით სხვისგან ბიოლოგიურ დონეზე, ჩვენც იგივენაირი ადამიანები ვართ როგორც სხვა ერები. ალბათ იმათშიც ეგრე იქნება, მაგრამ მე ვაკვირდები და მაინტერესებს ქართველები და ესა რაობა ქართული კი ბატონო. სულის. კი ბატონო. ანუ აქ მაინც ძირითადად უფრო ქართველებში ტრიალებ. ქართველები არიან შენი სანაცნობო და სამეგობრო წრე, ასეა? ძირითადად კი. მე მანქანითაც ქართველმა გაგვიარა. Toyota Prius რო დაინახო ხო, 99% ქართველი იქნება. კარგი და გამარჯობა გზას უნდა შევეხო, 10 დღე იყავი გზაში, მე იქ რამდენი ხანი იყავი დაკავებული და ასე შემდეგ. აი, იმ პროცესში უშუალოდ ძალიან სტრესული იყო, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცოდი რა ხდებოდა რაღაცა, მაგრამ მე თუ გინდა საიმიგრაციო ციხეში ყოფნისას და ისეც ისტორიები რაც გავიგე, თურმე სულ ტაშფანდურად ჩამოსულა. აჰა. ისეთი ისტორიები გავიგე რაღაცა დაგვაჩოქეს და გვერდზე დაჩოქილები დახრიტეს და რაღაცა ეგეთი ისტორიები შუა გზაში უპატრონოდ დაგვტოვეს და დინარის გადმოცურვა მომიწია და დინარეში გვამები დაცურავდნენ და რაღაც ეგეთი ისტორიები. ხო და ხალხი თვეები იყო გზაში და ჩემ შემთხვევაში 10 დღე ვინერვიულეთ ყველაფერი, მაგრამ მთლიანობაში ბევრად უფრო ნაკლები სტრესი იყო, ვიდრე ვიღაცებს აქვს გამოვლილი. მექსიკის საემიგრაციო დამიჭირა და ერთი ღამე გამაჩერეს და ეგ უფრო სტრესული იყო, ვიდრე ამერიკის საემიგრაციო ციხეში 2 თვე ყოფნა, 2 თვე ვიყავი ამერიკის საემიგრაციო ციხეში. აი, ის ერთი ღამე იყო, ანუ არაფერი ისეთი არ მომხდარა, მაგრამ როგორ გეკცეოდნენ, როგორ გეპყრობოდნენ, აი რაღაცა ზაღლადაც არ გაგძნობინებს თავს რო იტყვიან, ანუ აქ მით უმეტეს ზაღლები ისეთ კომფორტში არიან, ნეგრანა მოსეთ ხო, რაღაცა არარაობა გაგძნობინებდნენ თავს და აი ერთი სული მქონდა მეთქი, ანუ უკან გამიშვით ან რაღაცა ქენით, მაგრამ საბოლოო ჯამში აკვა. ერთ რაღაცას მივხვდი, სულ მიკვირდა, ხო ცოტა ცინიკურად მიკვირდა, რო იძახდნენ ემიგრანტებზე ან ემიგრანტები, რო და ისედაც რო ხედავდი, რომ აი იმ სიშორიდან რო უფრო აქტიურობს ეს ეროვნულ თემებში და რაღაცა უფრო უყვარს და რაღაცა აქ არისო რაღაც ეგეთი აზრი მეც მქონია. ამაზე ხშირად არის ხოლმე კრიტიკული საბოჯამში პირადად გამოვცადე. აი მომხმარებლებს ვეუბნები ხოლმე, მაგალითად როცა როდესაც ქართულ რესტორნებში მიმუშავია, ვეუბნები ხოლმე მომხმარებლებს, გოგზელო თუ? კი. მომხმარებლებს ვეუბნები ხოლმე ხინკლის მიტანისა სიტყვაზე, ვეუბნებოდი ხოლმე, რომ მოეწონებათ, ეხა მესიამონა შენ მოგეწონა ხინკალი თქო და საქართველოში რომ ტურისტს ეთქვა მეთქი რომ ხინკალი მომეწონა, ძალიან ისე მიიღე ხო რა მოგეწონა და აქ პირად კომპლიმენტად ვიღებ, იმიტომ რომ აქ მივხვდი რომ იქ ყველანი ქართველები ვართ. აქ ვართ ცოტანი და თან ამხელა სამყაროში უფრო ჭირდება წარმოჩენა და ესე ცოტა მუჭში დაჭერა რა და ეგ ახსნა უპოვე იმას რომ აი ემიგრანტებს რატო ეღვიძებათ უფრო ეს პატრიოტული სულისკვეთება და უფრო მეტად რატო ავლენენ სიყვარულს თავის ქვეყნის მიმართ. უფრო მეტად უყვარდებათო მაგას ვერ მოვიტყვი. საქართველოში უფრო ნაკლებად გამოვხატავდი, მაგრამ უფრო მეტად არ მიყვარდა. ანუ უფრო მეტად ვერ შეგიყვარდება. თავიდან რო გიყვარს შეიძლება ბოლომდე ვერ ხვდები და მე მიხვდები, მაგრამ როგორც გიყვარს ისე გიყვარს. რამდენი წლის ხარ? 32-ის. შეიძლება არ მეტყობა, მაგრამ 32. სხვათა შორის არ გეტყობა კი. მაგაზეც დაწერეთ კომენტარები მეგობრებო. რამდენის გეგონებოდი. მაგაზეც მქონდა ხოლმე ხუმრობები ჩემ სტენდაფებში, მაგრამ რაც უფრო მემატება ასაკი, თან მიგრაციის სტრესი სახეს უფრო მეტად ეტყობა, ნაკლებად არის სხვაობა ჩემს ვიზუალს და რეალურ ასაკს შორის და ეხლა ვეღარ ვიყენებ. ერთხელ ვცადე აქ გამოყენება და სტენდაპს ვიწყებდი იმით, რომ აბა თქვენი აზრით რა ასაკის ვარ თქო და ყვიროდნენ ძირითადად
მინიმუმ 5 წლით ნაკლებას აქვს. აქ როცა პირველივე 32-ია. აი ხო მაშინ აბა შემდეგი გამომსვლელი აბა თელი ხუმრობა ჩაგიგდა. თლიანი სეტი მქონდა მაგაზია წყობილი და მე პროსტა ეგრე კიდე ერთი ჟარგონი უნდა გამოვიყენო მაპატიად გავაправე რომ მეთქი ადრე უფრო პატარას გავდით ხო და წარმოიდგინეთ რომ უფრო პატარას გავდით ხო და ჩაოლებრად მოვყევი ისევ ის რისთვისაც ვიყავი მომზადებული ამდენ გამოძვერი კი ბატონო 32 წლის ხარ აქამდე ну სადღაც 30 წელი იცხოვრე მაშინ 30 წელი იცხოვრე საქართველოში და ხა აქ ცხოვრობ თბილისის გარდა სხვაგან არ მცხოვრე კი ბატონო რით გამოადექი შენ სამშობლოს მანამ სანამ საქართველოში ცხოვრობდი 30 წელი და რით ადგები ან გამოადგები მომავალში როგორ ფიქრობ აი ეს შენ ცხოვრების გამყოფი ზოლის ორი მხარე გითხარი ხო ცოტა სუბიექტურად და თვითკრიტიკულად ვიტყვი რომ ჩემი აზრით იქ რომ ვერაფერში ვერ გამოვდექი აქ ვცდი ჩემს მაქსიმუმს მოვინდომებ რომ აქ გამოვადგე და აქიდან ავწიო არაპირდაპირ მნიშვნელობით კიდევ ერთი ქართული დროშა როგორც წევენ ჩვენი მებრძოლები როგორც წევენ ჩვენი ხელოვანი ხალხი შენი სიტყვები რომ ტრაფარეტული არ იყოს გითხარი სფერო რაშიც დიდი იმედი მაქვს რომ ეს სფერო იქნება იუმორი აჰა სტენდაპერად თუ სხვა ფორმით არ ვიცი მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ იუმორის სფეროთი მივაღწევ ამას ანუ აქ არ არის ვერ აქ არის მარტო არ თუ აი თავიდან სამსახურს ვერ ვშოულობდი მეგონა ვერ ვშოულობდი მაგრამ მე მივხვდი რომ რეალურად არ ვინდომებდი საკმარისად ანუ არ ვშოულობდი გამოდის იგივენაირად რა ანუ მე თუ 10 წელიწადში ვინმე რომ ამას YouTube-ზე ნახავს ამ ვიდეოს და თუ თქვა რომ აი ვერ შედექი და რო დაგუპირდი ვერ ასახელე საქართველოს ესე იგი ვერ არ ვქები ესე იგი და არ მოვიდომე საკმარისად მე ვამბობ რომ იუმორში იქნება თუ სხვა სფეროში მაქსიმალურად ვეცდები მაგას რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემი თავი და შემდეგ ეს საქართველოს სპინი ძალიან მინდა რომ დავიწყოთ ესმე ოფიციალური ტანსაცმლის ჩაცმა რომ ეს საქართველოს დროშის სპინი მქონდეს ძალიან მიყვარს რო უკეთიათ ხოლმე ჩემ პირველი სამსახური იყო ავეჯის გადაზიდვის სერვისში მუშაობა აქ როგორც ვეძახით მუვინგი აჰა აქ 25-60-60-ის მაგივრად რა არის პლუს ერთი აქ უბრალოდ ამერიკის კოდი და 25-60-60 და ის ქალი ამბობს ჯერსის აქცენტს არ ბადაშორის ხო იცი ეგ 25-60-60 ეგ რეკლამა ზოგადად ქართულ ტელესივრცეში არის ყველაზე იაფიანი რეკლამა რომელიც ყველაზე მაგრად შედეგი გამოიღო ხო ეგ არ ვიცოდი მე ვიცოდი რომ მეუღლე არის დიდი შედეგი გამოიღო არა ხო ფაქტიურად გამოიღო იმიტომ რომ აღარც ვიცი თუ არსებობს ეგ სერვისი კიდე ეგ კომპანია მაგრამ ეგ რეკლამა დარჩა თანამედროვე კულტურის ნაწილად კი აბსოლუტურად ყველა ადამიანმა იცის და თავიდან ეგ мотиваცია მქონდა რომ მითხეს აი ვარიანტი არის რომ ესა მუვინგში დაიწყო მუშაობა ავეჯის გადაზიდვაზე მან ეგ მქონდა რომ 25-60 რაღაცა მაგ ხალისით დავიწყე თავიდან და მე რომ მე წელი ჩაგწდა ერთი მძიმე სერვანდი რო ავწიე მეორე ტუმბო რო ავწიე მძიმე ერთგან ჩემი წამოვედი მეორეგან გამოგაგდეს ხო იმიტომ რომ რაღაცა გავჩხაპნე რაღაცა ვერ წავიღე რაღაცა და მოდი ჯიგარო რა ჩვენც ნუ გაგვიფუჭებს საქმესო და მართალი ხართ მეთქი იმიტომ მართლები იყვნენ ვიდეო მემონტაჟე ვიყავი აქ ჩამოსვლამდე აი ეგეც კიდე ერთი მაგალითი როგორ შეიძლება მარტივად შეიცვალო ყავაზე ვიცოდი მარტო რომ არსებობდა თურქული და უნალექო და იმასაც უნალექო არ ქვია თურმე და აქ საბოლოო ჯამში იმდენად გაიზარდა ჩემი ცოდნა ყავასთან მიმართებაში რომ ჩემ მეგობრის გონებაზე ვიმოქმედე რომ გაიხსნა კოფიშოპი აჰა და რომელიც ახლა ვაინ ბარიც არის და რომელშიც ხარ ბარისტა და აკეთებს სხვა ყავებს იქიდან გამომდინარე რომ ამ ეტაპზე მარტო მე ვარ ბარისტაც ვარ მიმტანიც მე ვარ მენეჯერიც მე ვარ დამლაგებელიც მე ვარ და ეს არ ქვია ჯანდაცვის დეპარტამენტი მე არა ვარ თორე აქამდე кайხნის აღებული მექნებოდა ეს არის ცენზი ისიც ვარ და ისიცო სკეიტით რატომ მოხვედი ეს არის ჩემი ძირითადი ტრანსპორტი სკეიტს ვიყენებ მოკლე მანძილებზე სასწავლებლად და სხვათა შორის არც თუ ისე მოკლე მანძილებს უკაჩავს ანუ ამას მართავ პულტით კი აი არ შემდგარი ვინ ხარ? აი ცხოვრებაში ადამიანები ხო ოცნებობენ ხოლმე ან შეიძლება ისწავლეს რაღაც პროფესია და მერე ვერ შედგნენ იმ პროფესიაში. ან შეიძლება არც ისწავლეს და უნდოდათ და ეცადნენ და ვერ. აი შენ არ შემდგარი ვინ ხარ?
ბევრი რამე ვარ არ შემდგარი, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში მიცდია თავი, ანუ ბევრი რამე ვიცი, ოღონდ ცოტა რა. და ნუ ცოტა თუ იცი, ესე იგი ბოლომდე შემდგარი არ ახარ. ისე რომ აი რაღაცაში ვერ შევდექი, ეგეთი რამე არ ყოფილა, რომ რაღაცა თქვა. იმიტომ რომ мотиваცია არ ქონდა ბოლომდე რაღაცის და ან შეიძლება ჯერ ვერ აღმოაჩინე ჯერ ვერ აღმოაჩინე ბოლომდე რა არის მთლიანად ჩემი. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ იუმორი არის, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რაღაც პერიოდი გაუცნობიერებლად ვფიქრობდი მაგას, რაღაც პერიოდი უკვე გაცნობიერებლად, რომ გავიაზრო, რომ ცანცარა კი არა ვარ, იუმორი მიყვარს. ესე იგი ამ კაფეში მუშაობ ბარისტად. კი ბატონო. სტუმრები რომ მოდიან ხოლმე, აი რასეუბნები, თუ გეკითხებიან კომუნიკაციაში თუ შემოდიან და გეკითხებიან საიდან ხარ, სადაური აქცენტი გაქვსო ინგლისურზე თუ გეუბნებიან და თუ უყვები ხოლმე საქართველოს. ხო, ნუ ჩემი აქცენტიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა მეკითხებიან საიდან ხარო. საქართველოსთან თქო ზოგმა საერთოდ არ იცის, ჯორჯიაზე ვეუბნები გონიათ, ზოგმა იცის კი, ვა საქართველო. როგორ არა. თავარს რასეუბნები ხოლმე საქართველოს, რომ რა ქვეყნიდან ვარო. ღვინის ქვეყნიდან ვარ, თქო. მოდი გავიდეთ. ჩამოვსდეთ მშვენიერი ამინდია. იცი რა მითხარი, აი შენი ქარიზმა რა არის, როგორც იუმორისტის და ზოგადად თან როგორც ადამიანის. არ ვარ შეფუთული, გარედან ლამაზად და შიგნით რამე, ანუ შიგნით რამე ცუდი თუ არის, იმას გარედანაც ვაჩენ და რამე კარგი თუ არის, იმასაც გარედანაც ვაჩენ. ვთვლი რომ ცოტა ხანმოკლე არის ცხოვრება იმისთვის, რომ იმაზე ვიფიქრო, როგორ მოგაწონო შენ თავი. კონკრეტულად შენ კი შენც, მაგრამ ზოგადად რა, სხვა ადამიანს. ერთადერთი ვიზეც თავის მოწონებაზე უნდა იფიქრო ხარ შენ. იმიტომ რომ შენ თუ შენი თავი მოგწონს, ყველას მოეწონები. მე როცა მჯერა ხოლმე რომ დღეს ძალიან მაგრად ვარ მომზადებული სტენდაპისთვის, იმ დღეს ძალიან მაგრად მიდის ხოლმე. შენი თავი რაში მოგწონს ზოგადად და რაში არ მოგწონს მაშინ? მომწონს როგორი სოციალურიც ვარ ხოლმე და არ მომწონს როგორი ასოციალურიც. და ეხლა ახსნი რას ვიძახი რა. ანუ ძალიან ჩაკეტილი ტიპი ვარ და მეუბნებიან მეგობრები რომ წადი მარტო პროსტა დაჯექი ბარში და რაღაც ან ხალხს გაიცნო. აი არ შემიძლია. აი მარტო რომ მივიდე ბარში, მაქსიმუმ ბარმენს გამოველაპარაკო სანამ ლუდს შევუკვეთავ და ან ტელეფონში ჩავძვრები. ისე ადამიანის გაცინება უფრო მარტივია თუ ადამიანის ატირება? ადამიანის ატირება უფრო მარტივი არის. იმიტომ რომ მე მგონია რომ ადამიანის ბუნება არის ეგეთი რომ უფრო მიმდობი ვართ ნეგატიურ ემოციურ კუთხით ვიძახი, უფრო მიმდობი ვართ ნეგატივის მიმართ. ანუ რაღაცა დადებითი რომ მოხდეს, უფრო შეზღუდავ არაცნობიერად თავს რომ გაიცინო, ვიდრე რაღაცა ნეგატიური რომ მოხდეს, უარყოფითი რომ მოხდეს, უფრო მარტივად ატირდები რა. ანუ ეგ არის რაღაცა საკუკეტავთ. შენ ვინ გაცინებს ყველაზე მეტად? აი ვის ხუმრობებზე გეცინება ყველაზე ძალიან? კახელებს. ზოგადად კახელებს. დედის გამო მაქვს აფხაზეთის მიმართ ძალიან სენტიმენტალური დამოკიდებულება. 94-იანი ვარ მე და ფიზიკურად ვერ მოვესწარი აფხაზეთს. მაგრამ აი მარტო დედაჩემის ემოციების შემხედვარი ისიც რომ გამოვიწყოთ რაც მოყოლილი აქვს დედაჩემს და დედაჩემის მხარეს ოჯახს ძალიან მიყვარს იქაურობა და რა ვიცი თისული მაქვს როდის შემეძლება საშუალება იქ მოხვდეს. როგორ უყურებ დღევანდელ სიტუაციას, საქართველოს მდგომარეობა? აი უცხოელმა რო კითხოს შენი ქვეყანა დღეს როგორ ცხოვრობს, რა სიტუაციაო, რა პასუხი გაქვს ამას? საშინელება და ამათაც მაგას ვეუბნები. არ მიყვარს ტყუილები, თუ ტყუილი არ არის, ისა რა ქვია, დედა გაკვეთილზე რატო არ იყავი, იმიტომ რომ რაღაცა ამტკივდა და წავედი სკოლის პერიოდში რაღაც დებილობად ტყუილებს თუ ვიძახდი. ანუ მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ უყო მატყუარა, რომ სტერეოტიპი დავანგრიო რომ ეგრელები არიან მატყუარები. და ვეუბნები, პირდაპირ ვეუბნები, რომ პოლიტიკურად საშინელი სიტუაცია არის, მაგრამ რახან ტურისტი ხარ, შენ ეგ არ შეგეხება, იმიტომ რომ ქართველებს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ეგ საერთოდ ყოველთვის გვაქვს რომ სტუმრის დაფასება ვიცით და რაღაცნაირად ინგლისურად ვუხსნი ხოლმე სტუმარი ღვთისა ფრაზა რო გვაქვს და როგორც ღმერთისგან საჩუქარს ისე გექცევით, სულ რომ იმ წუთას ერთმანეთს ვურტყავდეთ, გავჩერდებით და ზედ გადაყვებით, როგორც კი დაგინახავთ ტურისტს ხო. მაგას ვეუბნები, მაგრამ იმას არ უმალავ რომ საშინელი პოლიტიკური სიტუაცია არის. ყველაზე ძვირფასი რა გვაქვს ქართველებს
რითიც ყველაზე მეტად ამაყობ. აი შენთვის ყველაზე ძვირფასი რა არის ქართული? ყველაზე მეტად იმითი ვამაყობ, რომ ქართველებმა ვიცით გვერდში დგომა არა, ერთად დგომა, როცა საჭირო არის. და ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იყო თარიღი აღარ მახსოვს, წყალდიდობა რომ მოხდა თბილისში. აი 13 ივნისი. 13 ივნისი, ხო? არა, წელს ვერ ვიხსენებ. 2015. 2015 წლის 13 ივნისი. წყალდიდობა რომ მოხდა, აი უცებ ყველა ერთად არ ქონდა მნიშვნელობა იქ ის იყო, რა ქვია, არ ვიცი მე რელიგიური ფანატიკოსი თუ ტრანსგენდერი ყველა ერთად ტალახს და ნაგავს ეზიდებოდა და გაქონდა და რაღაც ფეხი რო აგისრელდებოდა, ეგრევე ხელს ჩაკიდებდა, არ ქონდა მნიშვნელობა შენ ესა რა ქვია, თმა ქონდა ფერადად შეღებილი თუ ყური ქონდა გახრეტილი, ან ეს იყავი რა ქვია, რომელი რელიგიის გულსაკიდი გეკიდა, ეგრევე ჩაკიდებდა ხელს. ოღონდ ფეხის ასრელება ეს მეტაფორად ვიგულისხმე, აი ერთიანად ყველა გვერდ დადგა. ერთმანეთს კი არ დაუდგა გვერდში, ერთი საქმისთვის ერთად დადგა. აი შენ რომელი რელიგიის წარმომადგენელი? მე აღარ ვარ არც ერთი რელიგიის წარმომადგენელი, დავიბადე და ვიზრდებოდი როგორც უმეტესობა მართლმადიდებელ ქრისტიანად. უბრალოდ რაღაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე დაგრო და კითხვები, რომლებზეც პასუხებს ვერ პოულობდი, ან ისეთ პასუხებს ვერ პოულობდი, როგორცაც მე ველოდი და ამან გაამარიდა ჯერ კონკრეტული რელიგიისგან და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ზოგადად რელიგია არ არის ის სფერო, რომელიც მაინტერესებს და ანუ განვერიდე ზოგადად ყველა რელიგიას. კონკრეტული რელიგიის ჩარჩოდან გარიდებით მივეც ჩემთვის საშუალება, რომ თუ რაღაცაზე ეს ვერ მიპასუხებს, იმას ვკითხო. აი ცოტა უხეშად ვიტყვი და ვინმეს თუ შეურაცხყოფას მივაყენებ, ამითი ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ უფრო გასაგებად რო ახსნა, მაგიტომ ვამბობ, მე თუ კითხვაზე იესო ვერ გამცემს პასუხს, მუჰამედს ვკითხავ. მაგრამ არ ვამბობ იმას, რომ რომელიმეს მიმდევარი ვარ, არც ერთის მიმდევარი არა ვარ. აგნოსტიკი ხარ, რომელმაც გადაწყვეტა. ვერც მაგას ვერ ვთქვი, რომ აგნოსტიკი ვარ, იმიტომ რომ აგნოსტიკი არის ადამიანი, რომელიც ძიებაშია და ტერმინი ვერ მოვიძიე იმ ადამიანზე, რომელიც არ არის ძიებაში. სპირიტუალური რისიც მჯერა და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ უბრალოდ თავს ვაჯერებ, არის კარმა. აჰა. კარმა ეს უბრალოდ ნაცნობი სახელი გამოვიყენეთ, თორე რასაც აგასცემ შენია, რასაც დასთეს იმას მოიგე. რასაც დასთეს იმას მოიგე, ანუ ქართულ ფოლკლორშიც ძალიან ბევრი შესატყვისი გვაქვს, უბრალოდ კარმა ყველაზე გავრცელებული ტერმინია და მაგიტომ ვახსენე. ანუ როგორც იცხოვრებ, ისე დაგიბრუნდება რა. სადაპირებ ცხოვრებას, შენი სამომავლო გეგმები რას უკავშირდება, საქართველოს უკავშირდება თუ ამერიკას და როდის ფიქრობ, რომ დაბრუნდები საქართველოში თუ შეიძლება არც განიხილო ამას? ჩემი აწყვეტ წარსულის და მომავალიც საქართველოს უკავშირდება. ეგ გარდაუვალი არის. იდეალური სცენარის განვითარებით მარტო ჩემზე არ არის უბრალოდ. ეგ და ამ მომენტისთვის სტაფილოს თმიანმა ბიძემ უნდა გადაწყვიტოს ეგ, მაგრამ ისე ზოგადად იდეალურ სცენარში ჩემი მომავალი ეგ არის, რომ ვიცხოვრო აქ და რაღაც პერიოდულობით დავბრუნდე ხოლმე საქართველოში, ერთი კვირით, ერთი თვით, ერთი წლით, მაგრამ ანუ დავფუძნდე აქაც, საქართველოში 30 წელი ვფუძნდებოდი და ვიყო დაფუძნებული საქართველოშიც და როცა სად მომინდება იქ ვიცხოვრო. დაკარგულ გენოფონდს ეკუთვნი თუ არა? დაკარგულ გენოფონდს ვეკუთვნი, იმიტომ რომ არ ვფიქრობ ბავშვის ყოფას. და არა იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში წამოვედი და აქ ვცდილობ თვითონ. ზოგადად არ გინდა რომ შვილი გყავდეს ან. ცხოვრების ამ ეტაპზე მაგას ვფიქრობ, რომ ანუ ახლა კი არა, ცხოვრების ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ არ მინდა ზოგადად რომ შვილი გყავდეს. რაღაც მომენტში შეიძლება შევიცვალო აზრი, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგიტომაც კადრს მიღმა მაქვს ნათქვამი, რომ მასწავლებელი ყოფილვარ რამდენჯერმე. იმიტომ რომ მიყვარს ნებისმიერი ასაკის ბავშვებთან კომუნიკაცია, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლი, რომ არ ვარ საკმარისად სწორი პიროვნება იმისთვის, რომ მე როგორცაც ვთვლი, მინიმუმ მიახლოებული იმასთან ადამიანი გაიზარდოს. აი, გითხარი რა გიშლის შენს პიროვნებაში ხელს
აი რა მინუსი გაქვს მაგ კუთხით, რომ შენ არ იქნებოდი კარგი მშობელი. თუ შეიძლება უბრალოდ ზარმაცი ხარ და გეზარება. არა, არ მეზარება, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ დამიტოვებია მეგობრების ბავშვები დიდი სიხარული და ბედნიერებით, ოღონდ ეგ მაგნაბიც იმიტომ ვდგავდი, რომ ვიცი რომ ეს ბავშვი სხვისი არის და ჩემი პასუხისმგებლობა 100% არის. ჩემი პასუხისმგებლობა არის მარტო დღეს, ან იმ რამდენიმე საათით, როცა დამიტოვა. თუ ოდესმე გადავწყვეტ ბავშვის სკოლას, ან ბავშვების სკოლას, პირველი ნაბიჯი იქნება აუცილებლად აყვანა ბავშვის. და მან ცოტა სხვანაირი შეხედულება მაქვს. არა. აი არ გამომადგა და დაგიბრუნებთ რა და ჩეკი შენახული მაქვს. ხო, არ გზუეჭელი ახლა აი ეგ გარი ჩანა ფიქსში რომ უკან მიაბრუნო ის ბავშვი. მან მაქვს ეგეთი შეხედულება რომ მშობლად არ ვარ. ბავშვი რომელიც ბავშვთა სახლში არის, ასაკის მიუხედავად ის უკვე არსებობს. მე მაქვს იმის, ანუ მე აყვანილიც და ჩემი საკუთარი თუოდეს მე გადავწყვეტ არ მეყარება განსხვავებული იგივენაირად მეყარება როგორც ჩემი გენეტიკის მატარებელი, მაგრამ იმ ბავშვს რომელიც უკვე არსებობს შემიძლია მივცე ნორმალური ცხოვრება და კიდე ახალი არ შევქნა, იმიტომ რომ უკვე აგერ არსებობს ადამიანი და შეიძლება განაწილული იყოს და შენ გაქვს იმის საშუალება რომ მისცე იმას კარგ ადამიანად აღზრდის შანსი. ის ფაქტორია ნამოქ, რომ აი მაინც და მაინც ჩემი ის უნდა იყოს რა გენომის მატარებელი. ანჯელინა ჯოლის პრაქტიკას. ანჯელინა ჯოლისთან დიდი სიამოვნებით ვიყოლებდი ბავშვს. მზად ვარ დავხოჭო ანჯელინა თუ უყურებ ამ ვიდეოს, რა საკშიც არ უნდა იყო. რამდენი ბავშვიც გინდა გენაცვალოს ჩემი თავი. კი ბატონო. მოიკითხე ერთი ადამიანი, ვისაც ფიქრობ რომ ყველაზე მეტად გაუხარდება შენი ამ ეთერიდან მოკითხვა, ესე ხდება ხოლმე ამ გადაცემაში. კი, მოვიკითხავ კონკრეტულ ადამიანს. შეხედე კამერას და მოიკითხე. ოღონდ აქ უზდადება არ მოგიწევს, იმიტომ რომ შეიძლება თანაჟღერად იყოს, მაგრამ უზრდელობა არ არის არაფერი. მამიდუნდულას მოვიკითხავ. სო, მეტი არაფერს არ ვიტყვი. ვინ არის ანუ? ეს არის მამი და ჩემი. აჰა. რომელიც არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. ანუ ოღონდ იმიტომ არა რომ მამი და ჩემი არის, ისეც უბრალოდ სქესი არ ემთხვევა, თორე ალბათ როგორც ძმაკაცები ერთმანეთს მიმართავენ ხოლმე იმ ტერმინითაც ვილაპარაკებდით. აი მართლა საუკეთესო მეგობარი არის და იმის მერი არის კიდე რამდენიმე საუკეთესო მეგობარი ძმაკაცები ვინც არიან, მაგრამ მამი და ჩემი არის. ესე და თან დაემთხვა კარგი ფაქტი რომ მამი და ჩემიც არის რა. უღრმესი მადლობა იმისთვის რომ გადაცემის სტუმარი. სათხოვარი დიახ. იმ ხალხთან ვინც უნდა ილანძღოს უეჭველი კომენტარებში. თუ გინდა ამოჭერი, მაგრამ თუ გინებას აპირებთ, პატრონი მაგინეთ, იმიტომ რომ მე ვარ ჩემი პატრონი და ჩემ თავზე გამდის. კარგი. შენი მშობლებისგან მოხდება იატაკის ჯოხი მე მგონი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე გემშვიდობებით ერთი კვირით. თქვენ კი მინდა ტრადიციულად გთხოვოთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, მოგძებნეთ სახელით უეჭველი ქართველია, მათ შორის YouTube-ზე, სადაც შეგიძლიათ რომ ამ გადაცემის სრული ვერსიები ნახოთ. უცებ გაგაწყვეტინებ, თავარი გამორჩა YouTube-ზე, ზარის ღილა კი გააქტიურეთ და გამოიწერეთ YouTube არხი. გესურვებთ წარმატებებს და ოცნებების ასრულებას. მადლობა დათმობილი დროისთვის.